მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს აქვს იმის ამბიცია, რომ გლობალური სუპერსახელმწიფო გახდეს ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სამხედრო თვალსაზრისით, მათ მაინც აქვთ გარკვეულწილად რაღაც პრობლემები, რაც ამ პერსპექტივას აშორებს. იქნება ეს ექსპერტული ინტელექტუალური რესურსი, იქნება ეს ტექნოლოგიური რესურსი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ევროპას ჩინეთისგან განსხვავებით არ უჭირს არც ინტელექტუალურ რესურსში, არც ტექნოლოგიურში, უბრალოდ ბოლო რამდენიმე წლების განმავლობაში ამერიკაზე იყო ჩამოკიდებული. ანუ რაღაც ინტელექტუალური რესურსი არის უკვე და მოზიდოს ის რბილი ძალაც არის ევროპაში, რომ მოიზიდოს ტვინები მთელი მსოფლიოდან. რამდენად რეალისტურია და მიზანშეწონილი არის ეს? ბოდი ასე ვთქვათ, ამერიკის ასე და სოფლიო პოლიციის როლი, ამერიკამ თავის სოფლიო პოლიციის როლი მოირგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ან მეორე მსოფლიო ომის დროს მას არ ჰქონდა ეგ ამბიცია ამერიკას, ვთქვათ, რომ ყოფილიყო მსოფლიო პოლიციელი, მაგრამ ისე შეიქმნა სიტუაცია, რომ მან ეს როლი მოირგო. რაც შეეხება ევროპას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, იგივე რა ვიყოთ გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, როცა მიდის საუბარი ევროპაზე, ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ აქ ბირთვული სახელმწიფო მარტო ამერიკა არ არის. მაგრამ რამდენად აქვს ამბიცია ევროპულ ქვეყნებს იყვნენ სოფლიო პოლიციელები, ეგ უკვე სხვა თემაა. მე ცოტათი სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმაზე, რომ აი შედიოდეს ეს თქვა ბრიტანელების დღევანდელი ბრიტანეთის პოლიტიკაში და იგივე გერმანიის და საფრანგეთის, რომ ფიქრობდნენ, აი მოდი ჩვენ ავიღოთ ეგ სოფლიო პოლიციის როლი. აქ უფრო ფიქრობ ისინი ზრუნავენ, რომ თავის თავზე აიღონ ევროპის უსაფრთხოების გარანტორების როლი, ვიდრე ახლა მთელ სოფლიოზე. ახლა რატომაც მე მეეჭვება, რომ ბრიტანეთმა იქ იზრუნოს სხვა ქვეყნებზე, რომელიც არის წყნარ ოკეანეში, ანუ ჩინეთის პოლიტიკაზე რაღაცა დაბალანსებას, რა თქმა უნდა, შეცდებიან, რომ ისე არ მოძლიერდეს, რომ მე ამათ დაემუქროს. აი ამერიკის ასევე სოფლიო პოლიციის როლი განაპირობა ასევე მისმა გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობა, რომ ის ცალკე კონტინენტზეა, მას აქვს საკმაოდ ძლიერი სამხედრო მრეწველობა, საკმაოდ დიდი რესურსები აქვს, თვითყოფადია და ამბიციაც აქვს უკვე იყოს სოფლიო პოლიციის როლი მოირგოს.